ების დროში ვცხოვრობთ, რაც ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თუ შევხედავთ დაკავშირებადობის საკითხს, დავინახავთ იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მივხვდებით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ პროცესში მეზობლებთან აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად მუშაობთ. რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ახალ აქტუალობას ძენს სომხეთ-აზერბაიჯანის დარეგულირებული ურთიერთობაც. საქართველო კი არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შეცვლილი ვითარების პირობებში. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იცით რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე. ამ განხილვაში მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება, განიხილება და ამ კონტექსტში საქართველოს როლი თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმ პოტენციალზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. უკვე ღრმად არასერიოზულია, იმიტომ რომ ანაკლიის სპორტის გარეშე არაფერი ახალი საქართველოსთვის არ მოხდება ერთი და მეორე სომხეთ-აზერბაიჯანთან დაკავშირებით მიმდინარე ამერიკული საუბრების მოლაპარაკებების ხელშეკრულებების კვალობაზე საქართველოს ჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს რეალური კონკრეტული ხელშესახები პროექტებით. არა ზოგადად რაღაცა საუბრებით იმაზე, რა გვინდა, რა კარგია და გეოგრაფია როგორი გვაქვს. ოჯახის ეგრეთ წოდებული სიტყვით გამოსვლა არის სრული ფიასკო, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ არის უბრალოდ ორგანული ნაწილი იმ სამყაროს, რაც იმყოფებოდნენ და ამას კონკრეტული გამოხატულებები ქონდა, ხო? საქართველოს ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მთელი მსოფლიოს თანდასწრებით ისაუბრა აბსურდულად შუა დერეფანზე, როდესაც ფაქტობრივად ეს პროექტი არ არსებობს ქართული ოცნების ბრჭყალებში მეცადინეობის გამო, იმიტომ რომ მათ ჩააგდეს ანაკლიის სპორტის პროექტი, რომელიც საქართველო გაქრა აღმოსავლეთ ევროპის პარადიგმიდან, ეს ივანიშვილის პასუხისმგებლობით და გაქრა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ალიანსიდან. შესაბამისად, არც ერთი სიტყვა იმაზე თუ როგორ ხედავს მმართველობა მომავალში ჰორიზონტს, თქვათ, დერეფნის მიმართულებით, გეოსტრატეგიული მიმართულებით, მშვიდობის და სტაბილურობის გამტკიცების მიმართულებით არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრისგან. მისი საუბარი იყო წყალი, ნაწილობრივ ეფუძნებოდა მხოლოდ გატკეპნილ ფრაზე, რომ კარგავთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას, ასევე დავკარგეთ დერეფნის გეოგრაფიული ძალიან სერიოზული ტვირთების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ჰაბის პერსპექტივა. მართლაც განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ხიდს, როგორც დამაკავშირებელს, დაკავშირებადობის გზების ძიება. ეს იყო ასევე ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი არსი. და აი ამ მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა ამ კონფერენციაში იყო მართლაც მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, გამოიკვეთა საქართველოს როლი როგორც ხიდისა, არა როგორც კედლის, არამედ როგორც ხიდისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეუთოს თავმჯდომარესთან და ეუთოს გენერალურ დივანთან შეხვედრები და თვით მოწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამ კონფერენციაზე, ხოლო შემდეგ მისი ძალიან წარმატებული მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ამ შეხვედრებზე იყო კიდევ ერთხელ აღიარება საქართველოს განსაკუთრებული როლისა ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გზების არა მხოლოდ ძიებაში, არამედ აღმოჩენაში.